კალიგრაფისტების ახალი თაობა დედაენის დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საუკეთესო ნაშრომების ავტორებს დაასახელებს წარდგენილი ნამუშევრების ხარისხის გათვალისწინებით კომისიამ კონკურსში კორექტივები შეიტანა და ნომინაციების რაოდენობა გაზარდა. კონკურსში გამარჯვებული ხელნაწერები ეროვნული ცენტრის საცავებში შეინახება. ნამდვილი კლასიკა, ინდივიდუალიზმი და მისტიკა. კალიგრაფიული ნიმუშების განსხვავებული ვარიაციები ასე მეტია. ყველა ხელნაწერი ჩვენს დროში და სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულდა. როგორც ჩანს, ზოგიერთი მათგანი ისტორიულ ხელნაწერებში კარგად გაერკვა, ზოგმა კი უბრალოდ საკუთარ წარმოსახვას მიმართა. აუ რა კარგია, რა ლამაზია. აი უკვე იქ არის რა, იქიდან არის პირდაპირ წამოსული. ეხა მოდი ნუ იტყვირეს არზის სისხლში რა. გენეტიკური მეხსიერების შესამოწმებლად და კარგად დავიწყებული ქართული ტრადიციის გამოსაცოცხლებლად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შეჯიბრი მოიფიქრეს და ახალგაზრდა კალიგრაფები სკოლებში შეარჩიეს. ვინ არის ეს გენიოსი ბავშვები? ბავშვები კალიგრაფია მთელი საქართველოს მასშტაბით გაიტაცა. ეს არის კოჩქიანი. მაგრამ ძალიან პატარაა, მე-6 კლასელია. ანუ სადღაც 11-12 წლის. 12 წლის ზურა კოჩქიანი კალიგრაფიის კონკურსის შედეგებს ელოდება და წერის ახალ სტილზე ფიქრობს. ამბანის გაფორმებით პირველად რამდენიმე თვის წინ დაინტერესდა და უკვე საკუთარ ვერსიებს ამუშავებს. ჩემი სტილია რა. ჩემი მოგონილია. აი თქვათ აი ეს რო აქაც ფეხი ჩემ ფანტაზიით წერ და ამას უკეთებ. ზურას და კიდევ ათასობით მოსწავლის ფანტაზიით შექმნილი ხელნაწერები სპეციალურმა ჯგუფმა უკვე შეისწავლა. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ახალგაზრდა კალიგრაფისტების ნამუშევრების ხარისხის გამო კომისიამ ნომინაციების რაოდენობა გაზარდა. ამდენ კარგ ნაწერს და ასეთ ორიგინალურ და ასეთ დიდ დიაპაზონს ნამდვილად არ ველოდით რა, ალბათ არც ერთი ჟიურის წევრი. და მივხვდით, რომ ეს სწორედ ის ნაწილია ჩვენი საზოგადოების, რომლის მხრებზეც გადავა ქართული კალიგრაფიის როგორც ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულების აღორძინება. მეგონა რომ კომპიუტერისა და საერთოდ ციფრული ტექნოლოგიების პერიოდში და ეპოქაში საერთოდ აღარ საინტერესებთ ხელით წერა, მაგრამ აღმოჩნდა რომ აინტერესებთ კი არა და არაჩვეულებრივად აკეთებენ ამას. რეალურად აქ ვნახე ყველაფერი, ისი ნახოთ შეიძლებოდა, ვნახე ის თუ როგორ შეინახა გერმა და სისხლმა ის საუკუნეების გამოცდილება, ისიც ვნახე თუ როგორ შეიძლება შემოქმედებითად გადამუშავდეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩანს დიდი პოტენცია, რომ ეს ცოცხალი ეს იმპულსი და ეს არასდროს არ ჩაკვდება. ეს ემიგრანტები, გერმანია. კალამი, როგორც ჩანს, ქართველებს საქართველოს ფარგლებს გარეთაც კარგად უჭრით. კალიგრაფისტების ჩამონათვალში ემიგრანტებიც მოხვდნენ. ეს ნაწერები ასახავს დამწერლობის განვითარების ერთ ძალიან საინტერესო ეტაპს. ასე არ წერდნენ 100 წლის წინ და ასე არ დაწერენ 100 წლის შემდეგ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კალიგრაფიული ნიმუშების ათასობით ისტორიულ ვერსიას ინახავს. ორ დღეში მათ რიცხვს ახალგაზრდა კალიგრაფისტების ნამუშევრებით შეემატება. 14 აპრილს დედაენის დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ხელმარჯვე ოსტატებს დააჯილდოვებენ. აი ამას ნახეთ არ ველოდი 21 საუკუნის პირველი დეკადის ბოლოში. გენეტიკა ცოცხალია რა. ცოცხალია.